რა მოახდინა გავლენა გეტყვით, საერთოდ არ ფიქრობდი მუზეუმში მუშაობას მართალიგითად. საფრანგეთში ვიყავი რაღაც ჩემი პროფესიული დავიწყე მუზეუმებში სიარული არა როგორც ასე ვთქვათ, უბრალოდ ტურისტ, მაგრამ დასაკვირვებლად, რომ იქ მეცნიერული კვლევა განვითარებული იყო და მანამდე გერმანიაში ვსწავლობდი მუზეუმში ვცხოვრობდი თვითონ ფიზიკურად, რომ მუზეუმში იყო სამეცნიერო ცენტრი იყო. და ყველაზე დიდი შთაბეჭდილება გეტყვით მოახდინა საბავშვო პროგრამა. აი ხედავდი რომ როგორ შეიძლება მუზეუმში იყოს აქტიურობა. ამან მოახდინა არ დაგიმალავთ, თან ეს ხოდა ეცი რაღაც ჩემი შვილი მენატრება პატარა რა შორო ხედავ ამდენ ბავშვებს. ის იყო ნაპერწკალი. და მაშინ ეს მუზეუმი იყო ევოლუციის გალერეა პარიზში, აი ერთ-ერთი მე ვიტყოდი, მას დროს გაუძლო. ყველა დროს გაუძლო. და თუ ვიტყვით ეხა რომელია, მართლა ბევრიც მინახავს, ეხაც მონაწილეობ რაღაც პროცესებში, მაგრამ აი ერთ-ერთი მუზეუმი არის ბარსელონაში არის ესეთი მეცნიერების მუზეუმი, რომლის ხელმძღვანელი იყო ფიზიკოსი და თან ხელოვნების ესეთი ერთ-ერთი განსაკუთრებული ადამიანი. და რაღაც ისე მქონდა სამეცნიერო კომისია, რომელიც იკრიბება ხოლმე. აი ის არის ჩემთვის რაღაც მოდელი, რაღაც ხბევს, რატომ იცით? არის ბალანსი ესთეტიკა და განსაკუთრების შემეცნების. მუზეუმის ფუნქცია გარდა თავისი კონკრეტული მეცნიერების, ვთქვათ, კარგად შენახვის, ისე რომ ვთქვათ, გელათი უკვე ეროვნული მუზეუმი იყო. დავიწყონდა იდეა რომ მიდმოქცაო და უკვე დავიწყონდა ეროვნული მუზეუმი იყო. მასალაც იყო იქ, კი, თქმა უნდა, სასულიერო დატვირთვაც ჰქონდათ, მაგრამ იქვე იყო ლაბორატორიები იყო იმდროინდელი, ხო, ეს რესტავრაცია არ იყო, ვიც ოქრო მჭედლობას. მაგრამ ფუნქცია არის ცოდნა და ემოცია. ადამიანი იქ რო გადის, უნდა გაიყოლოს ორი. ემოციას და ცოდნას და ის არის რომელიც ოდესმე მსგავს, უნდა რა განმეორებით იმედია რომ აკაჩო.